მივესალმები დამსწრე საზოგადოებას და მაყურებელს. ჩემი სახელი არის ზაზა კუმელაშვილი და მე მინდა გესაუბროთ ფსიქოლოგიის მდგომარეობაზე საქართველოში დღეს. თქვენს აზრით, რამდენი პროცენტი მოსახლეობის მიმართავს ფსიქოლოგს და ფსიქოანალიტიკოს ან და ფსიქიატრს დახმარებისათვის? 5%. რამდენ ადამიანს ჭირდება რეალურად ასეთი დახმარება? ყველას. რამდენი ადამიანი მივიდოდა ფსიქოლოგთან იმ შემთხვევაში, თუ კი ისინი იქნებოდნენ სათანადოდ ინფორმირებული და მათ ექნებოდათ ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახული? 50%. კი. ზუსტი ციფრები მოიყვანეთ თქვენ. ამიტომ აუცილებელი არის, რომ იყოს ინფორმირებული სათანადოდ საქართველოს მოსახლეობა და მათ ჰქონდეთ ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახული. კარგი იქნება ახლა ეს თუ ცუდი, თუ კი ადამიანი მივა ფსიქოლოგთან. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რომ ისეთ სახის დაავადებები, როგორიც არის ფსიქოზი, ნევროზი, ფობიები, მანიები, ეს უკვე არის ფსიქოლოგის კომპეტენცია, ყოველთვის მიმართავენ ფსიქოლოგს. მაგრამ თუ წარმოგიდგენიათ ასეთი შემთხვევა, რომ ადამიანს ჭირს კიბო და იმის მაგივად, რომ ის წავიდეს ქიმიოთერაპიაზე, წავიდეს ფსიქოლოგთან და ფსიქოლოგმა ის რეალურად განკურნოს ამ დაავადებისგან. ვერ წარმოგიდგენიათ. არადა ესეთი შემთხვევები უამრავი არის. მოდი დავიწყოთ ისტორიით. პირველად იყვნენ ეგზარცისტები, ავისულების გამდევნელები. როდესაც ადამიანი ამჟღავნებდა არასტანდარტულ ქცევას, მაგალითად კიოდა, პირიდან დუჟის დიოდა და ასე შემდეგ, იწყებდნენ მისგან ავისულების გავდენას. ჯერ ამით დაკავებული იყვნენ შამანები, შემდეგ კი ეს საქმე გადაიბარა ინკვიზიციამ. შემდეგ იყო ფსიქიატრია. ფსიქიატრია დიდად არ განსხვავდებოდა ინკვიზიციისგან. მაგალითად მათი მეთოდები რო ავიღოთ, ლაბატომია, როდესაც ადამიანის თვალიდან შედიან ტვინში, რკინის ინსტრუმენტებით იქიდან ანადგურებენ ტვინის რაღაც ნაწილს და ადამიანი ამის შედეგად ხდება ნაკლებად აქტიური. ან და შოკური თერაპია ელექტროდენით. როდესაც ცოცხალ ადამიანს უერთებენ ელექტროდენს და ამ შოკის შედეგად ფიქრობენ, რომ ის ამისგან განიკურნება. ან და სხვა ესეთი ქიმიური პრეპარატები, რომლებიც ძირითადად ადებილებენ ადამიანს, პირდაპირ ვთქვათ. მაგრამ შემდეგ მოვიდა ის ზიგმუნდ ფროიდი, ნათელი და ხსნა, რომელმაც თქვა, რომ არსებობს არაცნობიერი. ზიგმუნდმა თქვა, რომ არსებობს ქვეცნობიერი. ცოტა არ იყოს დაკნინებული იყო მის თვალში არაცნობიერი, მიტომაც დაარქვა ქვეცნობიერი. ყოველ შემთხვევაში ეს იყო ძალიან დიდი გარღვევა ადამიანის ფსიქიური ჯანმრთელობის სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად ბევრ რაღაცაში არ მომწონს ზიგმუნდ ფროიდი და მისი მიმდევრები, რაც კი მან გააკეთა, არ დაეკარგება. ბოლოს და ბოლოს მან შექმნა პროფესია ფსიქოანალიტიკოსის, საკმაოდ მაღალ ანაზღაურებადი პროფესია. ფსიქოანალიტიკოსი გისმენთ უსასრულოდ ის ლაპარაკობს თქვენს პრობლემებზე, აანალიზებს მას რაციონალურად და ითვლება, რომ ფსიქოანალიტიკოსი თქვენ გაგკურნავთ. ყოველ შემთხვევაში ზიგმუნდ ფროიდმა მოახერხა ის, რომ დასავლეთში ითვლება პრესტიჟულად ფსიქოლოგთან სიარული, ფსიქოანალიტიკოსთან სიარული. მაგრამ საქართველოში ეს არ მოხდა. რატომ? იმიტომ რომ საქართველოში არ არის ამის საჭიროება. აქ ყველას ფსიქოლოგია. საქართველოში ადამიანები არიან თბილი, კონტაქტური, უფრო და ყოველთვის აღმოჩნდება მეგობარი, რომელიც მოგისმენს. დასავლეთში კი ცივი ხალხია. იქ ყურადღების უზარმაზარი დეფიციტი არის და ამიტომ ზათ არიან ფული გადაიხადონ იმაში, რომ ვიღაცა დაждდება და მოგისმენს.
ამიტომაც ფსიქოანალიზმა საქართველოში ვერ მოიკიდა ფეხი და ძალიანაც კარგი. მაგრამ არსებობს ფსიქოლოგიის ძველი სკოლა და არსებობს ფსიქოლოგიის ახალი სკოლა. რა განსხვავება მათ შორის? ძველი სკოლაში ფსიქოლოგები საუბრობენ თქვენს პრობლემებზე. მაგრამ საქმე იმაში არის, რომ რაც უფრო მეტს ლაპარაკობ პრობლემაზე, შენ უფრო მეტ ენერგიას აძლევ მას და ამითი პრობლემა კი არ ქრება, არამედ უფრო და უფრო ძლიერდება. შენ შეიძლება გარკვეულ მომენტში შეგექმნას იმის ილუზია, რომ პრობლემა აღარ არსებობს, მაგრამ ეს ან ბრუნდება შემდგომში, ან და სხვა ფორმით იჩენს თავს. ისევე როგორც ნებისმიერი დაავადების მკურნალობა, თუნდაც მედიკამენტოზური მეთოდით. ისევე როგორც ტრადიციული მედიცინა, ტრადიციული ფსიქოლოგია დაკავებული არის არა თქვენი ჯანმრთელობით, არამედ დაკავებული არის თქვენი ავადმყოფობით. განსხვავებას გრძნობთ, ხომ? მაშინ, როდესაც თანამედროვე ფსიქოლოგია, შემიძლია დავასახელო ნეიროლინგვისტური პროგრამირება, დაკავებული არის თქვენი ჯანმრთელობით. ის ძალიან ცოტა დროს უთმობს დიაგნოსტიკას. შეიძლება არც კი გესაუბროთ თქვენს პრობლემებზე, არ გამახვილოს ყურადღება, ზოგიერთი იყენებს ელექტრონულ ხელსაწყოებს დიაგნოსტიკისათვის, თქვა შეიძლება მოგიერთოს რაღაც ხელზე ხელსაწყოები და ამის შედეგად ხელსაწყოებმა დააფიქსირონ თქვენი სტრესული მდგომარეობა, ან შესაძლებელია საერთოდ ხმის ტემბრის ანალიზის მიხედვით განსაზღვროს, ან და თვალის გუგის გაფართოების მიხედვით და ეს ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ ადამიანი უკვე აღარ ამახვილებს ყურადღებას თავის პრობლემაზე და გადადიან პირდაპირ განკურნების პროცესზე და ეს ძალიან კარგია. შემდეგი განსხვავება ძველ სკოლას და ახალ სკოლას შორის. ძველ სკოლაში არაცნობიერი ითვლებოდა, რომ არის რაღაცა ესეთი ცხოველის ცნობიერების დონეზე. გიპნოზში შესულ ადამიანის არაცნობიერს ადრე მაგალითად ესე ზოგიერთი უყვიროდა და ელაპარაკებოდა თქვა როგორ ძაღლს. ესეთი ბრძანებებით. ხოლო ახალ სკოლაში და ახალი სკოლის ფუძემდებლად შეიძლება ჩაითვალოს მილტონერიქსონი, ასეთი ფსიქოლოგი. არაცნობიერი უკვე ითვლება გაცილებით უფრო ჭკვიანად და მაღალგანვითარებულად, ვიდრე ცნობიერი. შეგვიძლია შევადაროთ არაცნობიერი როგორც ტაქსის მძღოლს, რომელსაც შეგვიძლია უთხრათ მისამართი სადმე გვიყვანოს, ჩვენ კი შეგვიძლია მშვიდად მოვკალათ და სავარძელზე წაუძინოთ და ტაქსის მძღოლი თვითონ გვიყვანს იქ, სადაც ჩვენ გვინდა. eriksonმა კი ჭკვიან ცხენზე მოიყვანა მაგალითი, მაგრამ მე მგონი ტაქსის მძღოლი უფრო კარგი მაგალითი არის ჩვენი რეალობისათვის. და როგორ ხდება რეალურად ამის გამოყენება? პირველ რიგში რაც არის საჭირო, არაცნობიერს უნდა მიცეთ ყურადღება, პატივისცემა და ნდობა. მას აქვს გარკვეული პიროვნული თვისებები და შეიძლება რომ რაღაცა ეწყინოს კიდევაც. ამიტომ თუ კი ჩვენ არაცნობიერის მიმართ გამოხატავთ ყურადღებას, პატივისცემას და ნდობას, ის იწყებს მუშაობას. შემდეგი მომენტი, არაცნობიერი სხვანაირად აზროვნებს. მას აი ესე ვერ დაელაპარაკები პირდაპირ, მას უნდა დაანახო. ამიტომაც ვიზუალიზაციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ვიზუალიზაციის მეთოდები, ახლა ალბათ რო არ არის იმისა, რომ მოგიყვეთ. და ამის შედეგად შესაძლებელი არის არა მარტო ფსიქიური მდგომარეობის გაუმჯობესება, არამედ ჩვენი რეალობის შეცვლა. წარმოგიდგენიათ, არა თუ ის რომ ჩვენ ვიცვლებით, არამედ იცვლება ჩვენი რეალობა. ანუ თქვა გუშინ არ გქონდა ფული, დღეს გვექნება ფული, გუშინ არ გქონდა წარმატება საპირისპირო სქესთან მიმართებაში, დღეს გვაქვს. გუშინ თქვა არ ვიყავით მიმზიდველი, დღეს ვართ მიმზიდველი ყველა გაგებაში და ადამიანები უფრო ყურადღებით გვისმენენ და გვაქცევენ ყურადღებას. და ეს სრულიად რეალურია. მიმართულებები ახალი ტალღის ფსიქოლოგიაში არის უამრავი. და შემიძლია ერთ-ერთი მათგანის შესახებ მოგიყვეთ, თუ კი დრო არის ამისი. არის ასეთი
ამერიკელი ფსიქოლოგი, ქალი, ფრენსინ შაპირო, რომელმაც გამოიგონა მეთოდი DMCR. აქ არაფერი მისტიური არ არის. მეთოდი არის დაფუძნებული ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროებს შორის კომუნიკაციის გაძლიერებაზე. და ეს მეთოდი არის განკუთვნილი მათთვის, ვისაც გადატანილი აქვს სტრესული სიტუაცია. ბერმა ვიცით, რაღაცა ისეთი გვაქვს გადატანილი, როდესაც ვიხსენებთ და საშინელი ნეგატიური ემოციები გვეუფლება ამ დროს. მეთოდი ამაში მდგომარეობს, როდესაც ჩვენ გავიხსენებთ ნეგატიურ რაღაც მომენტს ჩვენ ცხოვრებიდან, მაგალითად ახლობლის სიკვდილს და დაგვეუფლება ეს ნეგატიური ემოცია, ვიწყებთ თვალების მოძრაობას მარჯვნივ, მარცხნივ, ზევით, ქვევით, რვიანის ფერმოძრაობას. ეს დაახლოებით კეთდება 24 ჯერ, შემდეგ ამოსუნთქვა და ჩასუნთქვა. შემდეგ კვლავ ვიმეორებთ თვალების მოძრაობას. ვიღაცა უნდა დაждდეს ჩვენს წინ და ხელით აი ესე ატაროს იმისათვის, რომ მივადევნოთ თვალები. აღმოჩნდა, რომ ეს მეთოდი ძალიან ეფექტურად ათავისუფლებს ადამიანს აი ამ სტრესული რეაქციებისაგან, რომელიც გვაქვს გარკვეული მოვლენის მიმართ. ანუ ჩვენ არ ვივიწყებთ მოვლენას, მაგრამ მის მიმართ დამოკიდებულება იცვლება და ეს არის მთავარი, ხო? აღარ ვარდებით თქვათ რაღაც საშინელ სტრესულ მდგომარეობაში, მაშინ როდესაც გვახსენდება. მაგრამ შემდეგ ამ მეთოდის განვითარების შედეგად აღმოჩნდა, რომ არის აუცილებელი თვალების მოძრაობა. შეგვიძლია უბრალოდ დავიჭიროთ ხელები ასე და მორიგეობით ვიტყაფუნოთ ანდა მუხლებზე. ესეც მუშაობს 24 ჯერ დავიტყაფუნოთ. ხო ადვილია, ხო? ფაქტიურად უფასოდ გჩუქნით ამ მეთოდს. შემდეგ კიდევ აღმოაჩინეს, რომ არ არის აუცილებელი თვალგახელილმა ვაკეთოთ თვალების მოძრაობა, თუ კი დავხუჭავთ თვალებს და ვამოძრავებთ, უფრო ეფექტურია. და რა ხდება? ალბათ დაკვირვები ხართ თქვენ, რომ ძილში ადამიანი თვალებს ამოძრავებს. რა ხდება ამ დროს? ძილში ხდება იმ ინფორმაციის გადამუშავება, გადახარშვა, რომელიც დაგროვდა ცხადში. და ეს აუცილებელი არის. თუ ამ ადამიანმა ეს ინფორმაცია არ გადახარშა და ან გადაყლაპა და ან არ გადმოაფურთხა, ეს მასში გროვდება და ეს იწვევს ემოციურ მუხტს და მას უშხამავს ცხოვრებას. აი ასეთი მეთოდი გვაჩუქა ფრენსინ შაპირომ და ეს საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. არის სხვა ფსიქოლოგები, რომლებიც მუშაობაც აი მისტიკის ზღვარზე არის უკვე. მაგალითად ბერტ ჰელინგერი არის ასეთი გერმანელი ფსიქოლოგი, რომელიც მუშაობს ესეთი უცნაური მეთოდით. წარმოიდგინეთ არის ჯგუფი, რომელიც ჯგუფშიც დააყენებს რამდენიმე ადამიანს და კლიენტი, პაციენტებს აღარ უწოდებენ, არამედ კლიენტი არის, ეუბნება ერთს. მოდი დღეს შენ იყავი ჩემი დედა. დღეს შენ იყავი ჩემი მამა, ჩემი ბიძა, ჩემი შვილი. ოჯახის წევრები. ეს არის ოჯახური ფსიქოთერაპია. და ხდება საოცრება. ეს ადამიანები ზუსტად იმას გრძნობენ, რასაც გრძნობენ ეს ოჯახის წევრები. ისინი ამბობენ თავიანთ შეგრძნებებს და შემდეგ ფსიქოლოგი იწყებს ამ შეგრძნებებთან მუშაობას. აღმოჩნდება, რომ ვიღაცას ვიღაცის მიმართ აქვს გარკვეული წყენა დაგროვილი, ვიღაცას სიყვარული დააკლდა, ვიღაცას ყურადღება დააკლდა, ვიღაცას ბოღმა აქვს ვიღაცის მიმართ, ხდება პატიება, ხდება პატიების თხოვნა და ამის შედეგად ადამიანი თავისუფლდება სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემისგან. მაგრამ ეს არ არის ყველაფერი. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ აი ამ ადამიანს თხოვოთ, მოდი შენ იყავი ჩემი ის შვილი, რომელიც არ დაიბადა, იმიტომ რომ აბორტი გავიკეთე. და ეს ადამიანი გრძნობს იმას, რასაც გრძნობს აი ის შვილი. მოდი შენ იყავი აი ის ჩემი გარდაცვლილი ბაბუა. გრძნობს იმას. და შეიძლება ჩვენმა წინაპარმა ბაბუამ რაღაც დანაშაული ჩაიდინა წარსულში და აი ამ დანაშაულის გამო იტანჯება მისი შთამომავალი.
ამიტომ საჭირო არის რომ მოევლოს რაღაცნაირად ამ პრობლემას. მე ახლა არ ჩავეძიები რა მეთოდებით ხდება ამ პრობლემის განნეიტრალება. მაგრამ კიდევ არის ძალიან საინტერესო ნიუანსი აქ. შეიძლება ვერ მიხვდეს ფსიქოლოგი რა ქნას ამ სიტუაციაში. არ არის პრობლემა. აი ამ ადამიანს თხოვთ, მოდი შენ იყავი პრობლემის გადაჭრა. და იმ ადამიანს მოსდის ეს იდეა, ის ერთადერთი სწორი იდეა თუ როგორ შეიძლება ეს პრობლემა გადაიჭრას. და ადამიანი თავის უხდება ფსიქოლოგიური პრობლემისგან, რომელიც არა მარტო მისი დანაშაულების გამო არის, თქვა, არ დავარქვა სიტყვა დანაშაული, მისი ჩადენილი შეცდომების გამო არის, არამედ მისი წინაპრების გამო. ამ ფსიქოლოგმა შეიმუშავა გარკვეული კანონზომიერებები ოჯახური ურთიერთობებს შორის და როდესაც ეს კანონზომიერებები ირღვევა, ამ კანონზომიერებების გამოსწორება არის საჭირო. ზოგიერთი მათგანი ძალიან უცნაურია. მაგალითად ის, რომ როდესაც რომელიღაც ბავშვი იღუპება აბორტის შედეგად, შემდეგი ბავშვი, რომელიც იბადება, მის როგორ გითხრათ, კარმას აგრძელებს. ანუ რაც უნდა ეცხოვრა მას, იმას აგრძელებს, მაგრამ ეს ესეთი იული საქმე არ არის, მას თითქოს და მისი ვალის გადახდა უწევს. ამიტომ ამ მუხტის განეიტრალება არის საჭირო. საინტერესო ნიუანსი არის მკვლელი და მოკლული. უცნაური არის, მაგრამ თურმე მკვლელსა და მის მსხვერპლს შორის გარდა დიდი მტროვისა წარმოიქმნება ძალიან ძლიერი მიზიდულობა და სიყვარული. უცნაურია, მაგრამ როდესაც განიხილავენ ასეთ შემთხვევას, მკვლელი და მისი მსხვერპლი, საჭირო არის, რომ ვიმუშაოთ მკვლელზეც და მის მსხვერპლზეც და თუ კი ვიღაცა მოკლა ჩვენი ოჯახის წევრი, მისი მკვლელიც განიხილება როგორც ოჯახის წევრად, იმიტომ რომ ოჯახის წევრად ითვლება ადამიანი მეოთხე თაობამდე და აგრეთვე ის ადამიანები, რომლებმაც ძალიან სერიოზული როლი შეასრულეს ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, მკვლელი ძალიან სერიოზულ როლს ასრულებს ოჯახის ცხოვრებაში. კიდევ ერთი ნიუანსი, რაც მინდა რომ განვიხილოთ თქვენს წინაშე, ეს არის მაგალითად აი ასეთი გამონათქვამი ქართველი ფსიქოლოგის. ჩემი მეთოდი არ ეწინააღმდეგება მართლმადიდებლობას. კურთხევა მაქვს მამაოსგან აღებული. მე არაფერი მაქვს აწინააღმდეგო მართლმადიდებლობის, მაგრამ როდესაც ფსიქოლოგს აქვს გარკვეული ჩარჩოები და ფარგლები აღებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ის უკვე თავის პაციენტს ან და კლიენტს უდგება ტენდენციურად. ხოლო ეს ტენდენციურობა ნიშნავს, რომ მე ჩემს საკუთარ წარმოდგენების, ჩემი საკუთარი პრობლემების პროეცირებას ვახდენ ჩემს კლიენტზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი დიაგნოზიც იქნება არასწორი და ჩემი მკურნალობის მეთოდიც იქნება არასწორი. ამიტომ აუცილებელი პირობა იმისა, რომ ფსიქოლოგი მუშაობა იყოს ეფექტური, საჭირო არის ის, რომ ის მაქსიმალურად იყოს მიუკერძოებელი. მას არ ქონდეს არანაირი წარმოდგენები თავისი კლიენტის ან და პაციენტის მიმართ და საერთოდ არ ქონდეს აი ესეთი განკითხვა და დოქტრინები თავის აზროვნებაში. მისი ერთადერთი მიზანი არის, რომ პაციენტი განიკურნოს, ის იყოს რეალიზებული, ჯანმრთელი და ბედნიერი. ფსიქოლოგთან მიდიან არა მარტო იმისათვის, რომ რაღაც პრობლემებისგან განიკურნონ. წარმოიდგინეთ, ადამიანი წარმატებული, მდიდარი, მაგრამ რაღაც აკლია ცხოვრებაში, ბედნიერება აკლია. ფსიქოლოგი მას დაეხმარება გახდეს ბედნიერი. ადამიანი სრულიად ნორმალური, ფსიქიურად, ჯანმრთელი, მას აქვს გარკვეული შემოსავალიც, მაგრამ უცნაურად კანონზომიერებას ადგენს, რომ აი თითქოს იშოვა $1000 თვეში. თუ კი იშოვა $1500, ის $500 ან ეკარგება, ან რაღაც შემთხვევა მოუვა და ეხარჯება უაზროდ. აღმოჩნდა, რომ თურმე ადამიანს აქვს თავისი ფსიქოლოგიური ჯიბე და თუ კი ეს ფსიქოლოგიური ჯიბე არ გავაფართოვეთ, ყოველთვის მოხდება
იმ ზედმეტი ფულის დაკარგვა, რომელიც ფულის გქონდა. ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრი რამის მოყოლა მინდოდა თქვენთვის, მაგრამ სამწუხაროდ დრო არ მაქვს. ერთი რამ მინდა გითხრათ, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავაკეთოთ სწორი არჩევანი ფსიქოლოგის. შეიძლება ყურადღება მივაქციოთ ძალიან ფეშენებელურ ოფისს. შეიძლება მივაქციოთ ყურადღება კედელზე ჩამოკიდებულ დიპლომებს და სერტიფიკატებს, მაგრამ შეიძლება ამის შედეგად დაუშვათ შეცდომა. მაგრამ მთავარი კრიტერიუმი, თუ კი ჩვენ განვიმსჯვალეთ ნდობით ადამიანის მიმართ, ესე იგი ეს ფსიქოლოგი ჩვენთვის იქნება სასარგებლო. იმიტომ რომ ნდობა, ეს ფსიქოლოგების ენაზე რაპორტი ქვია, არის უმთავრესი წინაპირობა იმისათვის, რომ კურნალობა ან დახმარება იყოს ეფექტური. მადლობა ყურადღებისთვის.